Georgia! Let's go, man! Gary, Nostalgiorgi, Webkhistqaosani mკერძე, Batumi Fight Academy-ის ხვიჩექს, ხვიჩა ქორიძე, როგორ ახარ? კარგად, მაშინ როგორ ახარ? რა ვიცი, ცოტა რთული ღამე მქონდა. მთელი ღამე გავათენე UFC ლონდონს უყურებდი. და რა ვიცი, აი მაგ ბრძოლაზე ძირითადად ამ ეპიზოდი იქნება საუბარი მაგ ბრძოლაზე, რომან დოლიძის ბრძოლაზე, ლონდონში რაღაც ბიჭო ესე მგონია, რომ თითქოს სუდი ბედი გვაქვს რა. ანუ გახსოვს მარვენ ვიტორიც ლონდონში იყო. ის პირველი ბრძოლა. ვაზე ხარ და აი ეგ ბრძოლა ხო დღემდე მგონია რომ მოიგო რომამ. ეგ ბრძოლა მარვინ ვიტორისთან, ის პირველი ბრძოლა რა. მაგრამ მეც მგონია, მაგ დროს სხვაგაც თანამედროვე კრიტერიუმების საჯობით ევროშეიცეს დრომას მისცემდნენ, მაგრამ აი იმ დროს არ იყო თლად გადაცვლილი კრიტერიუმების საჯობის რა. ხო და მოკლედ ამჟამადაც სადაო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე ჩემას გამოხატა რა თქმა უნდა ხალხო, თქვენც დაწერეთ, ანუ როგორ გეგონათ რა ეს გადაწყვეტილება, როგორ გონიათ ხალხო ეს გამარჯვება სამართლიანად მიცეს მსაჯებმა, მაგაზე ვისაუბრებ რა თქმა უნდა. და featherweight number 1 contender fight იყო ძალიან სხვათა შორის ძალიან ველოდებოდი მე მაგ ბრძოლას რა მოსარეულოები დაბრუნდა და დაამარცხა დაუმარცხებელი Lerone Murphy და ესე ჩანს რომ უკვე ვოლკმას თქვა რომ შემდეგი უნდა იყოს და ამ თემებზე ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ჯერ მოვიკითხავ Batumi Fight Academy-ას თლიან ბათუმს თლიან საქართველოს East Side West Side და ყველას გაგახსენებთ რომ Fight Hop podcast-ი არის პირველი დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Apple-ზე, Spotify-ზე, YouTube-ზე გამოგვიწერეთ და დარჩით ჩვენთან. ხვიჩ, მოდი რა, ამ კითხვით დაგისვევ რა. მსაჯირო დგას, ორივე მხარეს მებრძოლის ხელი ხელში აქვს. და ელოდები გადაწყვეტილებას. უყურებ რომას სახეს. დარწმუნებულია რომ მოიგო. დარწმუნებულია. ხო ჩანდა ეგ, თუ დარწმუნებულია მოიგო. შენ სანამ გამოაცხადებ და აი რა გადიოდა შენ თავში რა, ეგ მითხარი რა. ახლა უკვე ისეთ მომენტში მივედი, ანუ სატრენერო კარიერას, რომ უკვე ვიცი რომ რაღაც მომენტებში პირველ რაუნდში როცა ორივეს ჰქონდა და დასაწყისი, კი არა პირველი 3 წუთზე მეტი რომანის რო იყო, რომ ვიცოდი ხო მე ვფიქრობდი კი ჰქონდა მოგებული რაუნდი, მაგრამ ის დასასრული მაგ იმ ტიპმა რო წაიღო რაუნდის რა. მე წაიღო და დასრული რაუნდის. მაგ პონჩი იცი რომ შეიძლება იყოს მაგარაც, ამიტომ ანუ ისე ხარ ხვაზე ხარ რა განწყობილი, ანუ რა შეიძლება აუწიონ ხვაზე ხარ რომ ანუ ცოტა ემოციების გამართა საჭირო. მე ახლა როგორც პიროვნება რომელიც პირადად ჩართული ვარ მაგ ბრძოლაში ასე რომ თქვა ხვაზე ხარ პირდაპირ იცნობა ადამიანს და კარგი ურთიერთობა გაგაჩნია და შემდეგ ხო ძალიან რთულია რომ გამჭირვალე ობიექტიური იყო რა. თუმცა ჩემი თვალსაზრისით ახლა რომ ხო ანუ იმით მოიგო მაგი ბრძოლა რომ პირველი რაუნდი კი კარგად ჩაატარა, მეორე რაუნდი აი მისი სულად არ წავიდა სულ სიტყვის მნიშვნელობაში, მაგრამ მესამე რაუნდი ხო აშკარად და დომინანტურად მე მოიგო რა, გაიმარჯვა რა. ამიტომ გამომდინარე რა შეიძლება ვთქვა რომ რომა ხარის ცოტა slow starter-იც არის რა. რა იმიტომ რომ ვეტორისთანაც მასე იყო 5 რაუნდში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა მაგი რა და 3 რაუნდში ვიცი რომ დაიწყო და რომ გაიხსნა და მისი ტაიმინგი რო ნახა და მისი მომენტები რო ნახა ხო უკვე ბრძოლა დამთავრდა ფაქტიურად რა, მაგრამ მაინც მოიგო მესამე რაუნდი ყველაზე ნუ მაქსიმალურად ობიექტურად მოიგო მაინც მესამე რაუნდი ყველა მსაჯის თვალსაზრისით. ჩაულებრივად შეიძლება რომ ამაზე მაგ ბრძოლის მიცემა, მაგრამ ეხა ითეზორელი ხო იცი რა. კი, მაგრამ შენ გეგონა, აი შენ რა გეგონა ვისაუწებდნენ ხელს? აი მე როგორ არის, სხვა სხვა მიმართულებით ხარ განჭირებებით ვფიქრობ. მე ვიმედოვნებ რომ უნდა მისცენ ასე რომ თქვა. ხვაზე ხარ, იმიტომ რომ ანუ რაღაც აი მოლოდინები რო ჩამოაყალიბო შეიძლება ძალიან მაგრა გაგიტყდეს მე ან რაღაცა უნდა მისცენ და რადგან პირველი რაუნდი ხა ხო 60-40-ზე იყო რომას თვის ასე რომ აი მაგაზე უნდა გესაუბრო რა. აი პირველ რაუნდი იყო გადამწყვეტი და ძალიან ხო რა, მაგაზე ვისაუბროთ მერე რა.
აჰა. დაამთავრე და მე გვიტყვი რა რაღაცას ხო. მიდი. კი. ხო, რადგანაც პირველი რაუნდი ისეთი იყო, ხო? კი, ძალიან აშკარა უპირატესობა რო არ იყო, მაგიტო ვიცოდი რომ შეეძლოთ მიცემა საპირისპირო მხარეს და ნუ გააკეთეს მაგერაც გააკეთე და. ხო, ანუ აშკარა იყო რომ მეორე წაიღო იმან კრისტიან ლიროი დანკენმა მეორე წაიღო იმან მესამე წაიღო რომამ ეს ხო აი ყველა დაინა ბრძოლად ნანახი რო არ კონდეს მიხვდები ვინ მოიგო რა ანუ ვინ იყო ზემოთ ვინ გამოვიდა უკეთესად ამ ორ რაუნდში რა მაგრამ აი ის პირველი რაუნდი იყო ძალიან საინტერესო რა იმიტომ რომ დგომში ძირითადად ის ეფექტი ქონდა იმას დგომში მოუგო შეიძლება ითქვას რომ დანკენმა მოუგო დგომში მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა ქონდა რომას რომელიც იყო ტრიალში მუშტი რა სხვათა შორის ეგ მუშტი ჯერ მოარტყა ელბო იყო თუ მე მგონი იდაყვი იყო ბრუნში და რა იყო იცი ცუდი ზუსტად მაგ მომენტში კამერის ანგლ შეცვალეს მოგესმის მაგრამ მე კიდევ ნახე ეგ ბრძოლა რა დღეს დილით თავიდან უყურე და აშკარად მოარტყა და იმან მუხლი აიღო რა he took the knee knockdown ითვლება არა knockdown-ი არის როცა მუხლებზე დაეცა უყურე მაგ შეფასების სისტემაში არის ორი მნიშვნელოვანი კულათი ითვლება ასე რომ რა ერთი ჯოხი არის მაგალითად ხა მოუყვები უცბად მაყურებელს როგორ მსაჯობენ მაგდონალდსი რა მაგალითად შემედა შემჩხულად პროსტა სუბუქი უშუალოებრივი სუბუქი ლოუკი დამატა ხო უშუალოებრივი ჯოხს ხაზავი რა მარცხენა პირდაპირ ჯებიდან ჯები მოხდა მაგრამ თავი არ გადამაგდებია უბრალოდ და თქვა და ჯები მოხდა თავში ერთ ჯოხს ხაზავენ ესეც როცა შენ დამარტყი ისეთი დარტყმა რომელსაც აშკარა ზიანი მოიწვია ხო აზიხა რა მაგას უკვე აი რომაული პირ ერთიანს ხაზავენ მაგ შემთხვევაში და როცა შენ აკეთებ ნოკდაუნს ხო რომაულ ორიანს ხაზავენ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობა თვითლება რა და მე მარჯვნივ და მარცხნივ თვითონ წერენ და აჯამებენ ერთმანეთში რა ზოგადად მაგიტო სისტემა ხდება ობიექტიური და საქართველოში თქონდა პროტესტი ერთი და მასეთ დავაჯინე ვინც იყო უკმაყოფილო მხარეები და მეთქი თვითონ დაითვალეთ წესი როგორ ითვლება აუხსენეთ თვითონ დაითვალეთ მეთქი და მასე დაითვალენ რა ეს აშკარად უნიშნულოვანესი მოქმედება იყო რაუნდის რა ხოლმე მაგნაირი მოქმედება როცა არის ხო ერთ მხარეს და მეორე მხარეს არა ხო იმას ეძლევა რაუნდი ვისაც ქონდა ესე ამ დონის მნიშვნელოვანი მოქმედება რა ანუ რა ნოკდაუნი ხა ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედება იყო რა უბრალოდ რა დრო დადგა ხა რა რომ კონტროლს თან ზიანი ჭირდება ძალიან დიდი თუ ასე რომ ვთქვა რა სპეციალურად ებრძვიან კონტროლს შეიძლება ვთქვა რომ იდეალურად გადაიყვანა ძალიან კრეატიულად და ძალიან იდეალურად გადაიყვანა ასე რომ ვთქვა და თან კრეატიულად თან იდეალურად გადაიყვანა და ებრძვიან ახლა ამ კონტროლს ასე რომ ვთქვა რა მაგ მოჭი შეიძლება აქტიურობაში არ ჩაუწერენ როგორც ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი აქტიურობაში ბიჭო ის კონტროლი კი ქონდა მაგრამ გონი მართლა არ ჩაუწერეს როგორც არაფერი თითქოს იმიტომ რომ დემეჯი საერთოდ არ იყო მაგ კონტროლიდან რა პირველ ტეიქდაუნიდან რა ფეხი რო დაუკავა და მე გალიაზე რო ყავდა ეგ კონტროლი კი მაგრამ დიდი პლუსად არ ჩაითვალა მგონი რა და ბიჭო კიდე რა არის იცი ანუ ამ ნოკდაუნზე რა ნოკდაუნი იყო თუ არა არ ვიცი ზუსტად აი შენგენდობი რა მაგრამ თვალსაზრისით ნოკდაუნი იყო მე რა იყო იცი ძალიან სწრაფად იყო ძალიან სწრაფად ეგრევე წამოდგა და წინ წავიდა ხო ეგრევე წამოდგა და კიდე წინ გააგზელა და მე ბოლოსკენ რო ნოკდაუნი კი არა ბოლოსკენ რო მოარტყა ის spinning elbow ტრიალში რა ცუდი ვიზუალური იყო მე იმიტომ რომ მე თვითონ წაიქცა გახსოვს თვითონ და ჩავიდა ქვემოთ რომა რა და კიდე ის ფაქტორი არის რომ ყველაზე დიდი ეფექტი დამიჯის რომას ეტყობოდა პირველი რაუნდის შემდეგ თვალს რომა ისეც მებრძოლი არის ძალიან ეტყობა დემეიჯი ასე რომ ვთქვა რა რომას ზიანი ეტყობა შეიძლება მეტოქი უფრო დაზიანებული იყოს მაგრამ რომას უფრო ეტყობა ზიანი ხა რა ხო და ტიპაჟი არის ამ ეს კანის რა მაგალითად ახლა შეიძლება დაბიჯი წინ გადავდგათ მაგრამ ევლოებსაც მასე იყო რა ახლა ლევოლოვი ბრძოლის მე ლეონ მერფის გადახედა და თვითონ ვარეს დღეში ქონდა სახე რა ანუ რაზე მინდა ახლა რომ მივიდე რომ თავიდან რო უყურე მე რა თქმა უნდა მიკერძებული ვარ რომას მიყვები რამდენი ხანია მაგის კარიერას უყარო ჯაგერ ჩვენთან შოუზე მოდის ხოლმე და რავი ხოაზე ხარ ადონის იმაზე ფანატიზმზე ვარ რომ აი ცეცხლი გულით რაღაცა ველოდებოდი და
მეთქი ეს მოვიგეთ რა, ველოდები ხელისაწევას რა, ხელისაწევს ვეწორო და ხო ასე ხარ რა, მაგრამ მე რო დავისვენე ხო, მეთქი დაწყნარდი ახლა, ნუ იქნები რაღაც გოიმი, ხო, არაფერი არ მოხდა, ხო, ასე ხარ, chill out, ხო? და უბრალოდ დილით მე, აბა დარწმუნებული ვიყავი მეორე რაუნდი რომ მისი იყო და მესამე ჩვენი და დილით აი ახლა კიდე უყურე იმ პირველ რაუნდს რა და ახლა მართლა უკვე რა ვიცი, ვერ იტყვი რომ რაღაც ისეთი ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო ან გაქურდესო და რაღაცა, იმიტომ რომ ანუ close fight იყო რა, შეიძლებოდა რომ ამაზე მისცემა მაგას ამბობდი რა. კი, მაგრამ იმაზე შეიძლებოდა რა, ჩემი აზრით რა. კი, 100%. და რა თქმა უნდა, ახლა ლონდონში ნუ მასე წავიდა საქმე რა და რა ვიცი, სხვათა შორის მოდი რა პოზიტივს რას გამოიტანდი ამ ბრძოლიდან რომას პერფორმენსიდან რა. აი რაც გვინახია რომასი თითქოს აი აწובה ხოლმე ანუ მომენტში ცხოვრობს და ეგრე ბრძოლობს, მაგრამ აი აქ ჩემი აზრით ინტელექტი ვნახეთ ბრძოლის. ნამდვილად ნახეთ ინტელექტი, იმიტომ რომ როცა საჭირო იყო, აკონტროლებდა, ტეიქდაუნზე მუშაობდა, даже pulling the guard და ფეხზე მუშაობდა, იმაზე ჩაკეტვაზე. და რა ვიცი, ერთი კაი დარტყმელი, ძლიერი დამტყმელიც არის და მოახვედრა კიდეც რა და даже ბოლოს იყო ground and pound-ებიც ქონდა ხომ გონ თუ არ ანუ მე რას ვიტყვი იცი რომაზე ზოგადად მე ჩემთვის პოზიტიური ცოტა სხვა ისტორია არის მაგალითად უყურე ჩვენ როცა უყურეთ მე ბრძოლეს ხო ეხლა რო ვთქვათ გავიხსენოთ ბოლო ბრძოლა რომელიც რისენტი იყო და ეს ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ხოლოვე ოლივერა ხო ვიტყვით რომ აუ ხოლოვეს რა უნდა ექნა ოლივერას ჭიდაობაზე ხო შეგვიძლია ასე ვთქვათ რა რაღაც ვითო არ არის რომ რითი დაფაროს მაგი რა ანუ არ აქვს სად გაიზარდოს რეალურად ხო ახლა იმ ხელა განსხვავება იყო მაგათი ჭიდაობის ლეველში რომ სად გაიზარდოს ვერ დაამუყავებდი რა ხო და ახლა თუ რომას შემთხვევაში ხო რაც ყველაზე სასიკეთო აქვს რა გაანვითაროს რა გადაფაროს და რაზე იმუშაოს რა ჩემი აზრით ახლა ხო რომადოლიზე ველიუმზე რო იმუშაოს რაოდენობაზე დარტყმის რა მაგრამ რეალურად ახლა იმიტომ აგებს პირველი ბრძოლა ვეტორისთან იმიტომ წააგო და ეს ბრძოლაც იმიტომ წააგო რომ რაოდენობა დარტყმების არ ეყო უბრალოდ ახლა მაგია ძალიან ძნელი დასაფარი არ არის რომ მასთვის რა რაოდენობა დარტყმების რომ გაზარდოს ანუ ეს არა ისეთი ხო და მაგალითად უფრო გაავიწროს მისი ჭიდაობა ეს ორი დეტალს ფარავს და უკვე მაგ მებრძოლეს უკვე სამი თემოს უკებს და არა 29-28 რა იმიტომ რომ რეალურად ახლა ხო რო ვთქვათ იმ მებრძოლებმა რაღაც ხვრელები გამოიყენა მაგ მომენტში ასე რო ვთქვათ რა თორე ახლა რომარო მონაცემებით ჯობია ბევრ middleweight-ებს და მაგის უშუალოდ მაგ middleweight-ას ჯობდა მაგი ფაქტი იყო რა ანუ უბრალოდ მეტი რაოდენობა ჭირდება დაღმის რო დაფაროს და მისი ჭიდაობა გაავიწროს, გაათაიდოს ასე რო ვთქვათ რა, ჩემი თვალსაზრისით. და აი პოზიტიური რა არის, როცა ადამიანს აქვს ის რაზე უნდა იმუშაოს რა. რომ ანუ ეს რეალური ორი გასაღებია რომ იყო ძალიან მაგარი. ანუ იმას კი არა რომ კარგი იყო და რაღაცა შენ სუსტი არ იყო. რომ იყო ძალიან მაგარი რა. მაგიდან გამომდინარე ჩემთვის პოზიტივი ის არის რომ მაგალითად შემდეგ ტემპს მოემზადება კიდე ჩავარ ის თქმა ის ჩავასაც მეც ვეტყვი რომ ამას და უბრალოდ მაყურებელსაც ვეტყვი რა რომ მაინც და მაინც მე არ ვარ ფანატი უშუალოდ ბრძოლის წის ასვლის სხვა კემპში რა რადგანაც მისი home camp-ი არის ლას-ვეგასში ასე რომ ვთქვა სადაც მაგი ემზადება და საუკეთესო მომზადებები მაგ აქვს გავლილი მაგიდან გამომდინარე მე ვურჩევდი რომ ზოგადად ესეთი კემპი ყოფილიყო შვალედური მისთვის და ზოგადად ბრძოლისთვის უშუალოდ მოსამზადებლად ხო სამათ უნდა გაიყო ან სამათონ ორად უნდა გაიყო ხო ანუ ეს იქაც უნდა შეესრულებინა პატარა ნაწილი კამპის მე საქართველოში ცოტა ხანი და მე პოლონეთიდან უნდა წასულიყო ალბათ მე უფრო ვიტყოდი რომ ანუ main part-ი კემპის უნდა ყოფილიყო მის დარბაზში ექსტრემ კულტურაში უნდა ყოფილიყო სადაც ანუ არის სადაც მაგარ მიაღწია ყველა წარმატებას და სადაც აღწევს ყველა წარმატებას ხო რეალურად სადაც იმზადება და სადაც აქვს ის რესურსი რომ მოიმზადოს კიდ სპარინგ პარტნიორები ავიღოთ კიდ ხალხი რომელიც ორიენტირებულია მის მუშაობაზე და მის fight plan-ზე რა
ამიტომ გამომდინარე ეს როგორია იცი ახლა პატარა ნიუანსებია ჩვენ ახლა წარსულს ვქეკავთ იმიტომ რომ გვინდა რომ რომა გამარჯვებული იყოს რა თუ მუშაობთ იმაზე ინტელექტუალურად რომ ანუ რა გავაკეთოთ შემდეგში ან რა რჩება რას უღურშემადგენლოთ რომ შემდეგში რომა მის გააკეთოს და ანუ უეჭველი გამარჯვებული გამოვიდეს რა და არ დარჩეს ეს კლოუში მაგრამ რა თქმა უნდა ეს ორი ადამიანი და ორი სპორტსმენის ბრძოლა ამიტომ გამომდინარე ძალიან ძნელი ადვილი საქმელი არაა რა ასე ვთქვათ თუმცა ანუ რეალურად პოზიტიური ის არის, რომ აქვს სად გაიზარდოს, აქვს რა მომენტი გადაცვალოს მის სტილში. და იქნება ის ვინც არის რეალურად ფაქტურად ძალიან მაგარი ბრძოლია, ტოპი არის და არჩება ტოპად რა. საინტერესოა ეხა როგორ გააკეთებენ ranking სისტემას ეხა და იმედი მაქვს რომ ეს ისეთი რაღაც მარცხი არ იყო რომ top 15-დან რაღაც გამოვარდეს ან რაღაც რა. ეს 29-28 არის რეალურად 29-28. მე ისე მომხრევ არის ხოლმე რანკინგებში ხო შედეგს და ტიპს გამარჯვების ხო ძალიან მნიშვნელობა ქონდეს ხო ასე ხარ რა 29-28 ისეთი გამარჯვება არის რა. რეალურად რომას ახლა მაგალითად პირველ რაუნდში ერთი წუთით მეტი მოიგო ხო უკვე მისი ბრძოლა იყო რეალურად ხო ერთმა წუთმა გადაწყვიტა ეს ბრძოლა რა მესამე რა პირველ რაუნდში წარმოიდგინე ხო იმ წარმატების მერე კიდე ერთ წუთს იგებს ხო всё ის მეტოქი დაძირულია იმ დონეზე რომ ვერასოდეს ვერ მოიგებს აი პირველ რაუნდს უკვე მაგ შემთხვევაში რა და პირველი და მესამე როცა რომასი იქნებოდა რა თქმა უნდა გასაგები იქნებოდა რა იქნებოდა მათ რა დანკენზე რა უხერხული მართლა უხერხული სტილი აქვს ჩემი აზრით რა ფეხებზე როგორ მუშაობს რა ფეხებით რა ხო ძალიან მოძრავი არის რა და მგონი switch stance აკეთებდა კიდე და ძალიან ისე მოძრაობდა რა ძალიან რთული ის არის მართლა რა გასაჩერებელი და საპოვნელი რა და სხვათა შორის მგონი ნაკლებად იხმარა ფეხები ხო რომას აქვს მაგარი middle kick ხო body kick აქვს ძალიან ძლიერი ერთი head kick-საც ადის ხოლმე ხანდახან და calf kick-ებზეც რა და head kick-ით აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება სტარტი კარიერის მოწოვებული კარიერა UFC-ს დებიუტზე და ხო აქ UFC-ს მუხლით რო დაიჭირა მაგი ხო? head kick-ი იყო და იმან თვითონ დაღუნა თავი უბრალოდ რა. რო ხაიქს იქნებოდა. ხო და ანუ აქ რაპონში არ იყო საჭირო შენი აზრით დანკანის სტილის გამო რაღაც body kick-ები და რაღაც ნაკლებად? მომენტში ხო ახლა რომა იმდენ ბექფისტებს ეძებდა რომ მე თვითონ გეგმიზებსებ რა. შეხედული არ ვიყავი მის საბრძოლო გეგმაში რა. არ ვიცოდი მის საბრძოლო გეგმა რამდენი იყო რა და როგორ მუშაობდა რა. და შეიძლება ხო მე ახლა ვარაუდი აქვს რა რადგანაც არ ვარ შეხედული შემიძლია ვთქვა რომ ვარაუდი ის არის რომ რადგანაც მეტოქის კარგი ხელები აქვს ხო ძალიან სახიფათო არის ცალად კიკები იქნება მაგ შემთხვევაში რა იმიტომ რომ მეტოქი იმას გიზამს რა ქვია დაგახვედებს პირდაპირ ამს დაგახვედებს ხო ჰენდებს გადაჭრას გაუკეთებს მის ფეხებს და თორსა გადაჭრას გააკეთებს ხო ის უკვე პრობლემა არის ზოგადად როგორც ასეთი რა ამიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩემთვის არ იყო შეცდომა რომ მაგ ბევრ კიკებს არ იქნებოდა უბრალოდ დანკენთან ერთი რას დავამატებდი მეტი calf kick-ები იქნებოდა რა რადგანაც ახლა ვინც არის მოძრავი და კარგი მოკრივე ხო მაგათ ფუტვორკი რო არ გაუთიშო late round-ებში უფრო პრობლემათი ჩიქება თუმცა late round-ი რომ მისაც გადალახა კარგად რა ბიჭო და ეხა ეს კითხვა როგორი პონტია იცი რომ არ რეალურად მინდა ვისაუბრო მაგრამ ვიცი ორივე მიკერძოებულები ვართ რა თქმა უნდა რა ჩვენი ჰომბოი არის რა განსაკუთრებით შენი ხო განსაკუთრებით შენი მაგრამ მოდი შევეხოთ რა ამ თემას უკვე რომა არის უკვე 37 წლის ხო? და შენი აზრით ანუ ეს უკვე შეიძლება ითქვას რომ ეს არის რაღაც ბოლო ეტაპი თუ რამდენად არის შანსი შენი აზრით რომ მიეცეს კიდე გზა რა ტიტულისკენ და გონია თუ არა რომ აი ხა აწი UFC მიცემს დაახლოებით ეგეთ მეტოქეებს მასტები რომელიც არიან კარგ სერიაზე 3-4 მოგებაზე და ჭირდებათ რომ შევიდნენ top 15-ში და მიცემენ გამოცდილ ვეტერანს რომან დოლიძეს. ანუ ჯერ იმას დავილაპარაკოთ რომ UFC-მ დიდი კონტრაქტი მისცა მაგას რა მიგონი 6 წელიანი კონტრაქტი აქვს თუ რაღაც ანუ ეს ნიშნავს იმას რომ კიდე მინიმუმ 5 ბრძოლა გააჩნია ბრძოლის შემდეგ რა.
ეს პირველი წერტილი დავირაპარაკოთ მაგაზე. მე მის გავიხსენოთ რომ რომამ ძალიან გვიან დაიწყო პროფესიონალი შერეულიორთა ბრძოლები. კი გრაპლინგი დაიწყო 20 წლის როცა იყო. მანამდე ფეხბურთი თამაშობდა, მაგრამ როგორც ესეთი საბრძოლო ტრავმები აგას არ გააჩნია და ახლა 27 წელიწადში საკმაოდ ფრეშ გამოიყურება, ასე რომ ვთქვათ რა. ჩვენ ახლა რო ვთქვათ რომ რომას ჰერნანდესთან თუ ქონდა კარდიოზე პრობლემა, იმიდან გამომდინარე ქონდა რომ ძიმე ტრავმით იყო გასული. მაგრამ ეხლა რო ვთქვათ რომ ჩვენ გამძლეობაზე პრობლემა ქონდა, გამძლეობა პრობლემა მის მეტოქეს იქეთ ქონდა, რომელიც ვისო უფრო აპენკამინგი და ფრეში არის, იმიდან გამომდინარე რომ მესამე რაუნდში 7 წლით ახალგაზრდათან. ხო რა, რომ ტემპითაც გააჯობა და ყველაფრით აჯობა რა. ანუ მესამე რაუნდზე გულისხმობ რა. ანუ 5 რაუნდიანი ბრძოლა რო ყოფილიყო, უკვე სალაპარაკო იქნებოდა შემდეგ მეხუთე მეოთხეში რა მოხდებოდა რა. მაგრამ ძალიან ძნელი სათქმელი არის. მეხუთე სად არის და როგორ არის, მაგრამ მე არ მივაშია რა თქმა უნდა არ ნახე შემთხვევაში მის დაცემის პერიოდში, რადგანაც ვიცი რა მონაცემების მებრძოლი არის რა. აი რო გითხრათ ხო რა მონაცემების მებრძოლი შეიძლება ზედმეტ შექებად გამომივიდეს ხო ახლა რა იმხელა პანჩერი და იმხელა ფეთქება და იმხელა კარდიომანქანა ატიპი რა. ანუ middleweight-ი და light heavyweight-ში რო იყო middleweight-ში მასეთები ახლოსაც არ არიან გამძლეობები და ისეთი რა ქვია რა. ცალად ასე რომ ვთქვათ ბაჭი და ის არ ნიშნავს რომ ის კარიერა დასრულია, რა თქმა უნდა იზრდება, იმიტომ რომ 29-28 პროსპექტთან ამოვალ პროსპექტთან წაგვეს არაფერი არ არის ზოგადად, რა სპორტული მომენტი არის. ბიჭო, მეც არ მგონია, ბაზარი არ არის, მეც არ მგონია, ხო, მაგრამ უბრალოდ რო არ ეს შეკითხვა რო არ მეკითხა, ისე გამოდის, რომ თითქოს რაღაც არ უყურებთ ისე ყველაფერს რა და ძალიან მიკერძოებული ვარ, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ მიკერძოებული შეიძლება ვიყოთ კაცო შემადგენლობაში, ეს ცოდვა კი არ არის. სპორტ ხალხი ვარ და ადამიანები ვართ ხოლმე და რა თქმა უნდა ახლა რო ჩვენ დავждეთ და ის ვიყოთ რა ქვია რაცა ვიფოკუსნიკოთ, მასე არ გამოვა, მიკერძოებული ვიქნებით, იმიტომ რომ ადამიანური ფაქტორი არის, მაგრამ ანალიტიკასაც შეეხება, ახლა ანალიტიკა ობიექტურად უნდა ვიმსაჯეთ, ხო? რა და როგორ არის მაგალითად, ხო? და მე ჩემი თვალსაზრისით ჩემი კრიტიკული წვლილი საკმარისად შევიტანე იმიდან გამომდინარე რომ თქვი რომ ცოტა მეტი ველიუმზე რო იმუშაოს რომ ხო აი ცოტა მეტი ველიუმი რას ნიშნავს 7-8 დარტყმით მეტი რო დაერტყა რობას ხო ეს პირველი რაუნდი არ იქნებოდა წაგებული და მთელი ბრძოლაც არ იქნებოდა წაგებული მაგას გულისხმობ რა ჭიდაობა მეტად რო გაეწურა ხო საუბარი არც არის რა უბრალოდ ეს რომადოლიზია და სხვა მებრძოლი არა ნუ ის მებრძოლი რომელსაც უამრავი ბონუსები აქვს ფინიშების და ფაითოზე ნაიტების და ესეთი ბონუსები აქვს იმიტომ აქვს რომ ზოგადად თვითონ ეძებს მაგას რა და იმიტომ აქვს კაი ურთიერთობა UFC-სთან ზოგადად რა რომ ანუ ჯერ ერთი მეტოქეზე ვარსოდეს ვარს არ აქვს ფაითობის მაყურებელს რომას თუ არ აქვს უშუალოდ მონაყოლი მე მოგიყვებით ზოგადად როგორი მიდის მაგის მოლაპარაკება UFC-ის მატჩმეიკერებთან რა მაგას პირდაპირ მატჩმეიკერები წერენ რომ ანუ ამას და ამას ებრძოლები ამ თარიღზე და რომ წერდა კი რაღაც პერიოდი იყო კი რა თქმა უნდა მე ვარ იმოდის კი რა თქმა უნდა მე მოვილაპარაკეო რომ მიგეხორწებით მე მეტოქი არ მითხრათ ყველაზე თანახმა ვარ აი ხო არის პერიოდი სადღაც ჯანსაღად ვარ ფიზიკურად რა თქვენ იმათთან შეათანხმეთ რომ მე ზედმეტი ნაბიჯი არ გადავიაროთ ჩემსგან თანხმობა 100%-იანი არანაირი პრობლემა არ არის შორტ მაშინ მარტო თარიღზე ჭირდება და დანარჩენი ყველაფერი. თარიღზე მითხარით შეიძლება რაღაც ანუ ინჯური ქონდა ხა დაზიანებული ქონდა ზურგი და მაინც იჩხუბა ჰერნანდესთან თუმცა რომელიც ჩხუბს არც უნდა ჩაეტარებია რა ჭირდებოდა მაგრამ ეს არის რომადოლიზე და მისი ისტორია და მაგი არის პიროვნება ანუ ხო ხა რა მაგი ადამიანი დარს მისი ისტორიას და ჩვენ მაგიდან ვიცნობთ და მაგიდან გაჩნია სიმპათია მის მიმართ რა რო არის ის როგორიც არის თორე ხა რო ზოგიერთები ვითმას ირბინოს და დაკინ ხოაზე ხარა გაბზარული თითის გამო და რაღაცა ფეხი გადამეტრიალ და ხასიათზე არ ვარო მაგნერი მოგება ზოგადად სხვანაირი ნეგატივი გვექნებოდა ხა მაყურებელს და UFC-საც ექნებოდა სხვანაირი მიდგომა და მიმართულება მებრძოლის მიმართ რა ხო და ანუ მე თავარი წერტილი რა არის რომ არის ის ვიც არის და მუშაობს როგორ მიმართულება აქვს UFC-სთან მაგას ხო რომ თქვენ მითხარით მეტოქე მე ყველასთან თანახმა ვარ ჩხუბის თქვენ მომეცით საშუალება მაგას პირა რა და ამიტომ გაუვდიდარე ყველაფერი ხუთიაზე აქვს რომას რა და ესეთი ბრძოლაც არ იყო რომ დიდი პაუზა დაჭირდეს და მგონია მაინც ეს მგონია რომ ჯობია რომ აქტიური იყოს ეხა იმას არ ვიძახი რომ შემდეგ კვირას ბრძოლა აიღოს მაგრამ ამ ეტაპში მაინც ჯობია რომ აქტიური იყოს რა და კი არა მე ვხედავ ეხლა რომ რამეზე ზიანი არ აქვს მიღებული მე ურჩევდი ეხლა ლას ვეგასში წავიდეს დაიმზადოს და
სადმე გინდა short notice-ი იყოს, გინდა ის იყოს, შევარდეს და გამოვაკლოს ვინ არის და რა არის რა. მაგალითად ეხა ისა Kyle Dawkins-ის ოპონენტი რო გამოვარდება White House-ი და თუ გამოვარდა რომა შევა ეგრევე უეჭველი ხო კარგად ნებისმიერი მაქინა რომ ამოვარდა შეიძლება რომ დამწიფდა ეგ კარგად დამწიფდა ეგ გამარჯვება თან რა უქნა მასც გახსოვს სახე მოუხსნა მე მეგონა ტიპა კარიერას თავი გაანება რადგან სახის ძვალი გამიტეხაო და მქონდა მაგაზე საუბარი რა რომ კარიერაზე თავი გამემენებებიაო რა წარმოიდგინე ტიპა გატეხა და დისმორალია და არის მაგრამ რა თქმა უნდა მალაია მოკლედ ბოლო მარცხი ბოლოს ქონდა ერთი პერიოდი იყო ორი ZZ მარცხი სერია და მე დაბრუნდა და ისეთი სახელები ცნობილი სახელები დაამარცხა და რივანშიც აიღო მარვინ ვიტორისთან მე კევინ ჰოლენდი დაამარცხა და რავი ძალიან ცნობილი მებრძოლები რა ტაიტლ კონტენდერები რა ანტონი სმით და რავი მე არ გამიკვირდება და პირიქით ველოდები კავკასიელის დაბრუნებას ბიგ ბაზუკით რა და კიდე hot streak-ზე მოგების სერიაზე გასვლას რომა შენთან ვართ fight hop-ზე ყოველთვის გელოდებით ძმაო ეგ არის სად უნდა გამოიწეროს ხალხმა, სად უნდა გვიპოვოს აი პირველი ქართული MMA პოდკასტი YouTube-ზე, Apple Podcast-ზე, Spotify-ზე. აბა ეგ არის. მეტი რაღა გინდა, ხო? ყველგან ვარ, განა Instagram-ზეც ვარ, Facebook-ზეც ვარ, დაკავშირებული ყველაფერი არის. გაიხარეთ, Fight Hopper-ებო. ხვიჩექს მოდი გადავიდეთ რა. მოვსა ევლოები დაბრუნდა ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ძალიან საინტერესო იყო ეს ბრძოლა როგორ წავიდა მე თითქოს თან რაღაც მომენტში თითქოს UFC შემძულდა რომ ნახე რომ ეს კაცი საერთოდ არ ჭიდაობდა მესამე რაუნდი რომ ვაფშე არ ჭიდაო მეთქი აი UFC აი რა სისტემაზე არიან რომ აი მოჭიდავს აღარ უნდა და ჭიდაობა რა ისეთი ნეგატივი ფიდბექი მოუვიდა რომ შენ ხარ მოსაბეზრებელი და ტიტულამდე რავი რამდენი ბრძოლა მოიგო და ახლოს არ მიუშვეს ფასტი გამოვიდა იდგა და გახდა best boxer in the UFC მგონი რა pretty decent boxer-ი არის მაგრამ ეს დაელაპარაკეთ რომ ლეონ მერფის რეალურად ტრაუმა არ მიიღო შეიძლება შობ-ბრძოლაში შეიძლება მასე არ დამთავრებული იყო ეს ბრძოლა რა და ამიტომ ცოტა ისეთი მომენტი არის ცეცხლზე თამაშა მოვსარმა რა თუმცა ორ მომსაჯო პირველი რაუნდი მაგას მიანიჭენ თუმცა მე მასე არ დავთვალე მე პირველი ორი მერფის მივეცე თუმცა მესამე მეოთხე მეხუთეში პრინციპში თანახმა ვიყავი რომ შეიძლება ეს იყოს რა და დრო მეგონა როგორც ასეთი რა მეოთხე მეხუთენა დარწმუნებული მაგრამ მესამე რა ვიცი თან ის ფაქტორი არ დაიწყო რომ ქულა წაართვეს კიდე ხო რა ანუ მაგას გულისხმობ რომ უფრო მეგონა იმიდან გამომდინარე რომ მე მგონა რომ ანუ პირველი ორი მოიგო მერფემ უეჭველი მესამე თუ არ მოიგო მეოთხე მეხუთე გასარკვევი იყო რომ მოვსარმა მოიგო რა მოვსარზე ტაში დაგვიკრავს რა თქმა უნდა რადგანაც ჯერემერთი ანუ მის ტერიტორიაზე შევიდა KBC მეოცე პროფესიონალური ბრძოლა იყო და დრო იყო უკვე რომ შესულიყო ცოტა ასე რომ ვთქვა მაგრამ იმ ტერიტორიაზე წერ შევიდა სადაც არ არის უძლიერესი ასე რომ ვთქვა რა ის რაუნდიანი გამოცდილებაც პირველად გამოიყო მისი თავი ის რა ქვია რა ანუ მისი თავის გამოცდილება მიიღო რა და კარგი რაღაც გააკეთა რომ გაამრავალფეროვანა მისი სტილი იმიტომ რომ რეალურად ხო შენ რომ მოჭიდავი ხარ ეს კი არ ნიშნავს რომ შენ ცალად უნდა ჭიდაობდე შენ აგებული უნდა ქონდეს შენ ჭიდაობის ირგვლივ დარტყმული რა როგორც იყო ახლა კლასიკური MMA-ის თვალსაზრისით რო შეხედო ხო ეხლა რინდი კუტურს და სხვა მებრძოლებს დენ ჰენდერსონს და სხვა მებრძოლებს რო გადახედო ხო ეხლა ისინი იყვნენ უმაღლესი დონის მოჭიდავეები მსოფლიო ასპარეზზე და
მის ჭიდაობის ირგვლივ აგებდნენ ოვერჰენდებს, აპერკოტებს, ზეწოლას და ესეთ რაღაცას და მაგიტო იყვნენ სუპერ სანახაობრივები. ანუ მე რას გულისხმობ, რომ შეიძლება შენ იყო სასწაულად სანახაობრივი, რა, იოელ რომერო პრაიმში რო იყო რა, მაგალითად რა ტიპი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი არის და ამავე დროს ან ნოკაუტების მანქანა იყო. იმიდან მაგ იყო ნოკაუტების მანქანა, კი მაგარი მოკრები კი არ იყო. იმიდან იყო რომ ჭიდაობის იმდენს ეტაპებს აკეთებდა, რომ ძალიან ძიმე დარტყმის უტარებდა მეტოქის რა. და რა თქმა უნდა, მოჭიდავე აქცენტირებულმა ფიზიკურად ძლიერმა მოჭიდავემ ხო ის მხარე აუცილებლად უნდა გააძლიეროსა და ანუ კარიერის მომსარმა მის მეოცე ბრძოლაზე და სატიტულო კონტენდერის სტატუსზე გააძლიერა ეს მხარე რა. და თუ მასე გააგრძელებს, რადგანაც ახლა ტრავმები ბევრი არ გააჩნია მოსარს და პრინციპში ძალიან აქტიური მებრძოლი არის, შეუძლია რომ შეიძლება ვთქვათ, რომ ეხა იწყებს. რადგანაც ახალგაზრდაც არის ახლა საკობრივი მებრძოლი არის და ეხა იწყებს და შეიძლება ახლა მანამდე მოსარი იქოქებოდა ასე ვთქვათ, ნელა და ეხა გახდეს ანუ რეინინგ მაგრამ რას გეტყვით იცით რომ ვოლკთან მაგან თავი წარაჩინოს მასზე ძალიან ძნელი არის. მაგაზე მე დავილაპარაკეთ ეს ვაფშე ამოჭერე მე დავილაპარაკეთ. ხო, არა, მეც ვფიქრობდი მაგაზე, რომ ანუ ეს რაც ვნახეთ, რო შეადორო ხო ვოლკს გარეთვალიდან. მე ვერ ხედავ ჩალენჯს. ხო, კი, მაგრამ ახლა ნახსენი მეც გეთანხმები რა და ნუ მაგრამ სანამ მივა ებლოევს კიდე შეიძლება ევოლუცია კონდეს, მაგრამ ხო, მანამდე სანამ მივალ ხო და ხო და მოსარისთვის მე მოსარის ბრძოლაში ყველაზე მეტად რა მომეწონა, იცი? და მაყურებელს მიუწოდებ მაგის მიმართ რომ ტიპი, ანუ ვითო რაუნდებს აგებდა პირველ მეორეს ახლა ისეთი გამოიყურებოდა რომ არ იყო ობიექტურად. მე ვთქვათ რა, მინუს ქულა აირტყა და აი არანაირი პანიკა, სიმშვიდე ზოგადად აი რამდენად ჯანსაღი მენტალიტეტი გააჩნია საბრძოლოს რო ვთქვათ რა, ადამიანს რა, რა. ჯანსაღი თავდაჯერება. ხო, სპორტული მენტალიტეტი არ გააჩნია რა. რომ წაგებასაც მიიღებდა მე დაწუნებული ვარ მოსარი მაგ სიტუაციაში და ფრესაც მიიღებდა მაგ სიტუაციაში უბრალოდ მინუს ქულა არ დაიჭა არანაირი მსახიობები არაფერი всё კარგიო წავედი კუთხეში და ანუ წავიდა ნეიტრალურ კუთხეში გადაილაგა აზრობდნენ და გააგზავნა მუშაობა რა და მაგის ნიადაგზე მარტო მიაღწია რომ რეალურად მაგას ჰქონდა გასაზრდელი ტემპი და გაზარდა ტემპი მე იყო მაგარი რომ ხო გითხარით რომ ჩემი სტრაიკინგი ჯობია მაგასო და აი ჯოუკო რო თქვა აი იუმორი ქონია ძმაო იუმორი ჩეკ ქონია რა როსტა იქ ვერ გამოვიდა ის იუმორ ჩეკ საქართველოში ილიას შენზე ბევრი ფანები მყავსო I don't know eggs to სასაცილო ეხა რო დავილაპარაკოთ იმ თემაზე კიდე ახლა რო დავილაპარაკოთ ახლა მოვიაროთ ახლა უსარის მომავალი ხო რეალურად აქედან გამომდინარე. ეხა ამ ბრძოლიდან გამომდინარე ხო ხდებით რომ უსარი და თოფურია რო შეხვედრილი იყვნენ რა მოხდებოდა ზოგადად რა. ანუ ეს ჩვენ არ გჭირდება თქვა რა მოხდებოდა. თქვენთვის უნდა იყოს გასაგები რა მოხდებოდა. უსარი და თოფურია რო შეხვედრილი იყვნენ რა. მაგას საუბარი არც არის და იმას ვეტყვი კიდე რომ მაყურებელი ხოლმე კომენტარებში იწერება რომ თოფურია მოსარს დაურბოდა ტიპი დღესაც არ იმსულა და უეჭველი კონტენდერის სტატუსამდე. თოფურია რომელი წელს გახდა UFC ჩემპიონი featherweight 24-ში ხო? ჩვენ კომენტებში ვიღაცა წერდა ეგეთ რაღაცას რომ თოფურია გაურბოდა ებლოევსო? ხო რა, არ არის შეუძლებელი და ტიტულის დასვას არ აკეთებდა მოვსართანო და ტიპი ეხლა გახდა ისა რა ქვია ეხლა მიაღწია კონტენდერის სტატუსს შეიძლება ეგეც შეიძლება აი ჯონ სილვას დაინა ვაიტმა რა და ანუ ეხლა დაზე არის საუბარი ცოტა გავიღვიძოთ მაგ მონჩი რა რადგანაც ტიპა მხოლოდ ეხლა მივიდა მაგარი მებრძოლია განარამე კი არ მithოს პირველ რიგში მაგის სპორტული ხასიათით მაგრამ მევასება და მისი სხვანაირი სპორტული იზრდილობაც მაგრამ მევასება მოსარის მაგრამ ეხლა რეალურად მაგილო თოფურია და მაგი უბრალოდ სხვა დონეზე არიან როგორც შერეული ორთაბრძოლის მებრძოლეები რა მე არ ვამბობ როგორც კლასიკური ჭიდაობის მოჭიდავეები ან ასე შემდეგ ან ვინ უფრო მეტი push-up-ებს და გააკეთებს რა მიზიდვებს რა თქმა უნდა მოსარი რო გააკეთებს 1500 მიზიდვას მაგარი არის მაგრამ ეხლა სხვა დონე აქვს შერეული ორთაბრძოლების თვალსაზრისით ის თქმა რა და ახლა თოფურიასთან საკმარისი არის მაგალითად თუ მასეა ვაშინ ილიას დონე ილიას არ უნახია მის წინ იმიტომ რომ ხო ხედა ყველას როგორ გადაუარა რა ხო რა ანუ მე იმას გულისხმობდი რომ მაყურებელს კრიტიკოსებს თოფურიას კრიტიკოსებს მიუწოდებ იმას რომ ტიპმა ეხლა მიაღწია კონტენდერის სტატუსს და ხოლოდ ეხლა მივიდა კონტენდერის სტატუსამდე და ეს არნიშნავს რომ არაუცილებლად არა კონტენდერი
და მაგას ნიშნავს რა და თოფური ამ როცა ის კამარი უკვე დაიცავა, მოიგო დაიცავა. დატოვა სხვა კამარი მოიგო და ეხლა უნდა დაიცავოს. და კიდე სხვა ხაბარზე შეიძლება წავიდეს და საინტერესო ის იყო რომ ვოლკმა თქვა რომ მე მირჩევნიაო რომ ელოემა მოიგოსო რა ხან მინდა ვაჩვენო კი, ხალხსო რა როგორ უნდა ებრძოლო რამ დაღესტანის კი. სტილსო რა და ჯერ ერთი ნუ ხო ვოლკი ლეგენდა არის. რა ადამიანი ტიპი ვინ არის? და რა დონის ადამიანი არის? ზოგადად რა დონის ჩემპიონი არის? პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. ამას ქვია ჩემპიონი. ზოგადად რა რომ არასოდეს არ დობს კონტენდერებს არ ანაწილებს რა მე მინდა უძლიერესი, მინდა საუკეთესო, შეიძლება კარიერა დაესრულებია და ყველაფერი კარგად იქნებოდა ცხოვრებაში, მაგრამ ანუ რაღაცა დიდი მიზანი არ გააჩნია. მაგ ბრძოლას დიდი მიზანი არ გააჩნია. ესაა დიდი ბრძოლა მარტო ევლოევისთვის. ეხლა ევლოევი ვოლკანოვსკი. მარტო ევლოევისთვისაა დიდი ბრძოლა რა. ხო და დიდი მიზანი როგორც ისე არ გააჩნია მაგას და მაინც ღებულობს საუკეთესო კონტენდერს იწვევს და ჩემი თვალსაზრისით ძალიან ძნელია ჩვენ ვთქვათ, რომ რა უნდა უქნას ევლოებმა ვოლკს რა. ჩემი თვალსაზრისით ვოლკი ძალიან დიდ ფავორიტად გამოიკვეთება. ბიჭო მაგრამ ბრძოლაში მერხიდან ბრძოლიდან გამომდინარე რა, რადგანაც აი ის ვოლკს პირველი მოუგო. ბრძოლა აიღე რა მახაჩევთან პირველი ბრძოლა აიღე ეს არის აი რასაც უნდა უყურებდე რა ხო აზე ხარ აი თუ შემდეგი ბრძოლა უნდა იყოს ელოევი და ვოლკანოვსკი რა ეხლა რა სიტყვის მაყურებელს ცოტა განსხვავება რაში არის? უყურეთ, ევლოევი უფრო წერს ჭიდაობს და ქვევით ჭიდაობს და დაბალი მოჭიდავია. მახაჩევი უფრო ჯუდოკა არის და სხვა სკრამბლებზე, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მაღალი დონის გრაპლინგი გააჩნია როგორც ასეთი რა. შეიძლება ვთქვათ, რომ მახაჩევი შავ ქავარზე ჭიდაობს და ევლოევის კოუჩმა როგორც თქვა იტიტიდან, ეხლა ევლოევმა გრაპლინგში, სუპთა ფიურ გრაპლინგში ეხლა მიაღწიაო კი, მაგრამ ახაჩევითან უფრო დიდი არის რა, ხო, უფრო დიდი არის თან. ხო რა. ხო, მაგრამ ჩემი თვალსაზრისით ახლა ვოლკი თუ არ რაღაც მძიმე სიტუაცია თუ არ იქნა და თუ იქნა fresh ვოლკი, prime შიერი ვოლკი თუ იქნა, ხო, ასე ვთქვათ რა. არის ფავორიტი, აშკარა ფავორიტი არის. 70-30-ზე დავტოვებდი მე ვოლკს და ერთი ახალი. რაც შეიძლება თუ ევლოევმა ქნას, რომ გადაუტეხოს ტემპი პირველი რაუნდი და ბოლო რაუნდამდე კლინჩით მუშაობით რა. თუმცა მაგის ძალიან საფათო რაღაც არის რა, რადგანაც ახლა კრივის ხარისხი რო ვთქვათ მაინდა-მაინც და მაღალი აქვსო. ევლოევს ძალიან დაბალი ქონდა რა, რადგანაც ძალიან ცოტა გადახრები ქონდა. უბრალოდ იმის ნიადაგზე იყო აგებული მისი ოვერჰენდები და ისინი რომ ვითო წელში ჩასვლასაც შეაჩვენებდა და პირდაპირ სიცილებდა რა, ესა ყველაზე ბაზა რა. ამიტომ გამომდინარე უფრო მიმაჩნია რომ ну ვოლკის მიდგომა გასაგებია უძლიერესე ძლიერი რო იყოს იმასთანაც შევარდებოდა ცეცხლში რა მაგრამ ვოლკი ხავა მაგამოჩი ფავორიტი იმაში ამ ბრძოლიდან გამომდინარე გასაგებია ბიჭო ყველაზე დიდი ის იქნებოდა რა პრიკოლი მაგრამ პრიკოლი ეგ სიტყვა მევასება დაჟე რუსული რო არის მაინც ხმარობდი ყოველთვის მაგრამ რა უყო ახლა ამის დედაც ახლა უყურე მოიცა კვიტყვი რა ყველაზე დიდი პრიკოლი ის იქნებოდა ეს ბრძოლა რო ნიჩია დავთავრებულიყო რა ხო ასე ხარ მეყობილიყო კი ორივე დაუმარცხებელი და მაინც ნიშია რომ დამციმენა იდეა 3 წელი ტიტულს ვერ მიაღწევდა ტიპის სავარაუდოდ მოკლედ რა რა თემაა იცი ისე რა ქვია რომ ბრიკოლზე მინდა დავეთქო მაგალითად ხო მაიმუნი სიტყვა არა ქართული სიტყვა მაგალითად არაბული სიტყვა ჩვენ просто შევიძინე და წავართვით არაბულად მაგის სიტყვა ამიტომ გამომდინარე ხო რაღაც მონჩი სლენგი არის ბრიკოლი ამოიყენოთ რა შეიძლება რომელსაც შეიძლება რა აი რაღაც სიტყვები რა შემორჩენილი რაღაც 90-იან წლებიდან თუ რაღაცეები რა მაგრამ ევასება ხო რეალურად ხო მაგი გამოხატავს იმ ემოციას რომელსაც უნდა გამოხატავდეს აი მაგალითად რაღაც სიტყვები არის არასდროს მაინც ყოველთვის ჩემთან ბოლომდე მექნება რა აი მაგალითად ზატო და ხო აზე ხარ ეგეთ დატო იცი გამოხატავს იმას სად ხარ გაზრდილი შენ წარმოიდგინე ხო აზე ხარ ეს შეგავს კონკრეტული თბილისური აქცენტი ამიტომ გამომდინარე ხო ეს შენი მომენტები დაკარგვა არ შეიძლება რა იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ვფარავენ დაჟის მნიშვნელობაც არის ის არც ერთმა ბათუმენმა რას ნიშნავს არის ის არ გონია რომ ქართული სიტყვა არის რა
ხო აუ, რა. კაროჩეო ასე რომ ამბობ აუ, რა კაროჩესაც უიხმარ ბოლომდე. ანუ ეგ უკვე ჩემ იმაში არის, იმაში ლექსიკონში არის რა, ხო, ხო რა, ასე ხარ გინდა ეგრე. ამბოჭერი გინდა რა, მაგრამ ხო, უბრალოდ მაგრამ ბევრი რუსული სიტყვები იმას არის, ვეთქვი. რომ არასდროს არ ვიხმარ, მაგრამ რაღაცები იმდენად უკვე ლექსიკონში არის, რომ პირიქით ხო, ასე იმას ხარ რა. ვეთქვი, რომ ზოგადად ხო, ანუ არც ერთი ენა არ მიეკუთვნის არც ერთ სახელმწიფოს და არც ერთ დროშას რა. ეს არის ინტელექტუალური საკუთრება ყველა ადამიანის. ამიტომ არ შეუძლია მაგალითად რადგანაც ესე ვთქვათ მაგალითად რა, რადგანაც კახვა ატარებს კაბას, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანსაც არ აქვს უფლება ატაროს კაბა. რა კაია, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი წინა თაობა, ეხლა მამა ჩემის და მამა შენის და ბაბუა საერთოდ ვაფშე კიდე ერთი კაი სიტყვა, საერთოდ უფრო ბევრ სიტყვებს ხმარობენ. ჩვენ ეხლა ნაკლებს ხოაზე ხარ და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ნაკლები და ნაკლები და ჩვენი შვილები არ გაიზრდებიან სხვა ენაზე რა, უფრო რა. მაგრამ მე იმას გულისხმობ, რომ ანუ რა თქმა უნდა ჩვენი ენა უნდა ვიცოდეს ჩვენ და ჩვენი შვილები, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ ჩვენ რო ვებრძოლოთ უშუალოდ ენას, იმიტომ რომ დღეს მაგ ენაზე ლაპარაკობენ ცუდი ხალხი პირდაპირ სიტყვის ნიშნულობენ. ენას არ უნდა ებრძოლო. ხო, ენით უნდა ებრძოლო. ენა არის. აუ არა, არ ვიცი რაზე ვლაპარაკობ, ძალიან პოლიტიკაში გადავედით, აღარ გვინდაც მოვასწრებთ. ხვიჩ, შემდეგ კვირას არის მაგარი ბრძოლა რა, main event-ი არის ისრაელ ადესანია versus Joe Pyfer რა. მინდა რომ ერთი რამოდენიმე წუთი დაუთმოთ რა, ანუ ფავორიტად ვინ მიგაჩნია, ეხლა რა თქმა უნდა რომ პრაიმ ადესანია რომ ფავორიტი არის ამ ბრძოლაში. ეჭვი არავის არ შეეპარება, მაგრამ ანუ ეხლა ამ ეტაპზე ადესანია რა შანს აძლევ და გონია თუ არა რომ მაინც ფავორიტი არის Joe Pyfer-თან. ანუ რა თემა არის, ადესანიამ რატო უნდა დათანხმდეს ბრძოლაზე? ტოპ 15-დან მიბრძოლეს, როცა შეუძლია რომ ნებისმიერ ტოპ 5, ტოპ 10 იჩხუბოს, ტოპ 7, ტოპ 6 იჩხუბოს რა. მე ვიცი და გიპასუხებ. დარწმუნებულია მის statement-ში, ანუ რაღაცას იტყვის. ხო, ტიტულზე უნდა ისე. ტიტულზე უნდა ისე, შია. ხო რა, ვერ ჩამომწერთ. ანუ გავიხსენოთ პორიე და ის რო იყო ბრძოლა, სენ ბენუასანდენი. პორიემ რატომ მიიღო ბრძოლა, რომ სათქმელი გქონდა რაღაც. და დაამტკიცა, რომ თქვენ ადრე ჩამომწერეთ მე. და ფაქტობრივად დაამტკიცა მაგ ბენუასანდენისთან ბრძოლიდან გამომდინარე რა. მაგიდან გამომდინარე რა თქმა უნდა 100%-იანი ის არის, რომ ადესანიას უნდა რაღაც თქვა, პაუზა აქვს აღებული, შეიძლება ჩვენ ახალი ადესანია დავიგონ და რაც თავარია, ხო, ბრძოლას გააჩნია ბევრი კითხვის ნიშანი. ანუ არა ობიექტიური ბრძოლა რა, არა პროგნოზირებადი ბრძოლა. ეს იწვევს რას, რომ ჩვენ უნდა უყუროთ მაგ ბრძოლას, გავადის ფაქტურად, რომ რაღაც არის რა, ბევრი რაღაც არის, რაზეც პასუხი შეიძლება გაეცეს რა. თავდება ადესანიას კარიერა თუ არა. პრაიმში ანუ გადადის ახალ ეტაპზე მისი კარიერის ადესანია თუ არა. ბევრი კითხვებია ძალიან რა, მაგიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო და Pyfer-ისთვის სასწაული შანსი არის, რომელსაც აი ცხოვრებაში ერთი იძლევა ესეთი title shot-ზე მეტი შანსია. იმიტომ რომ შენ title shot-ზე შეიძლება მეთოდიკურად მიხვით, როგორც მოსარმა მივიდა მეთოდიკურად ნაბიჯი მაგალითად რო ვთქვა, ხო, დღეები მივიდა. ხო, მაგრამ ანუ მე იმას ვუძღვებ, ეს უფრო დიდი შანსია, იმიტომ რომ იმ ხელა ნახტომს გაკეთებიებენ, ხო, ერთი ბრძოლით, ხო, ეს არის 1000-ში ერთხელ, ერთი რომ აქ ხელა ნახტომი გაკეთებიონ ერთი ბრძოლით რა, ანუ ან ძალიან short notice-ზე უნდა შევარდეს სადღაც და იქაც უნდა გაიმარჯვა დამაჯერებლად და ესეთ მომზადებულზე ასეთ დიდ ნახტომს რო აკეთებენ, აქვთ რა. კარგი matchmaking-ია. ბოლო პერიოდით დიდ კრიტიკას ექვემდებარება UFC-ს matchmaking, მაგრამ ჩემი თვალსაზრისით რაღაც მიმართულებით სწორად არის გაზრდილი, ასე რომ ვთქვათ რა, matchmaking UFC-ს. და ეს მაგალითი არის კარგი matchmaking-ის, რადგანაც კარგი matchmaking-ი დასწრება ბევრ კითხვას ქმნის მაყურებლის თვალსაზრისში რა, რომ რა რო ამან გაიმარჯვოს, რა რო იმან გაიმარჯვოს, სად და ვინ რა დონეზე არიან და რამდენი კარები იხსნება. წარმოიდგინე, UFC ხო მოგებაში არის ნებისმიერ შემთხვევიდან გამომდინარე, რადგანაც აგებს ადესანია და ყავთ ახალი კონტენდერი, რომელიც ირგვლივ შეუძლიათ მაგათ მუშაობა, იგებს ადესანია და იგი შეხედათ ადესანიამ შეერი არის და ანუ დაბრუნდა რა. ამიტომ გამომდინარე, ანუ ყველას ძალიან იდეალურად გაკეთებული matchmaking-ი არის. ბიჭო, დედივენ არის აზე ხარ? დედივენ არის ორივე. ერთი მასე ვნახე რა, ოძი რა. უბრალოდ მაინტერესებს, მე ფულს არასდროს არ ვდებ და დავთამაშობ, მაინტერესებს, ანუ
რა აზრი არის ფავორიტი ვინა და 5 წელია პლუს ვარსებობთ უკვე და ჯერ სპონსორი ჩვენ არ ყავს და შეგიძლიათ იმეილი გამოგვიგზავნოთ fighthopodcast@gmail.com-ზე. Fighthop-ის პირველი რაც მომწონდა ხო ზოგადად იმისთვის იყო ორიენტირებული და იმაზე იყო ორიენტირებული აგებული Fighthop-ი ხო რაზე იყო ფუნდამენტი Fighthop-ის არის რომ ქართული მებრძოლეები პოპულარული თუ არა თან რაც მნიშვნელოვანია ისა პოპულარული როგორც ტოპურია და ამავე დროს როგორც მამულაძე მაგალითად სხვადასხვა განჭრილობის მებრძოლეები არიან პოპულარობის თვალსაზრისით რადიკალურად რა ისი ასნობდნენ მაყურებელს რა სხვადასხვა კუთხიდან გამომდინარე რა ეგრე არ გაგიცანი ჩენს ო მისვასე გამიცნო მაყურებელმა და თქმა უნდა მე you know what I want to shout out Romeo Centeradze ძალიან დიდი წილი აქვს მაგაში შეტანილი და მოკითხვა იპოვეთ მისი არხი Romeo Centeradze ეგრე ქვიათ და აუცილებლად მოусმინეთ ძალიან მაგარი ანალიტიკა გააჩნია სინგლ ანალიტიკას აკეთებს ძალიან ანალიტიკა და უღრმესი მადლობა Fight Hopper-ებს დროებით გემში დობებით You tune into the Kartwelians on the Fight Hop Podcast. Fight Pod.